პასუხიდან დაიწყე რა. თავი ამოყავე და ისე დავიცავ. აუ დავთქვა ხო? აღარ მინდა, შემიძლია ის. წერეთ ჩვენ სოციალურ ქსელში, ჩვენ კი აუცილებლად გიპასუხებთ. მოიცა, რას გიპასუხეთ, კიდე უნდა გადავიღოთ ზედა. გამარჯობა. ბარაქაში გვაქვს ახალი კომბინირებული სასუქი კომბისულფატი, რაზეც ფერმერებისგან დაგვიგროვდა ბევრი შეკითხვა. დღეს მე და სალომე შევეცდებით გაგცეთ ამ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი. პირველი შეკითხვა იყო ასეთი, თუ რით განსხვავდება კომბისულფატი სხვა გრანულირებული სასუქებისგან? კომბისულფატი ნამდვილად უნიკალური სასუქია, რადგან მიღებული არის ბუნებრივი მინერალი პოლიჰალიტისგან, რომელიც შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს და გოგირდს. კომბისულფატი არ გადის ქიმიურ დამუშავებას, რადგან ის პირდაპირ მოპოვების შემდეგ გრანულირდება. როგორც უკვე ვთქვით, თითოეული გრანული შეიცავს 4 ელემენტს. კალიუმი უზრუნველყოფს მოსავლის ხარისხს და რაოდენობას, კალციუმი უჯრედის კედელს ამაგრებს და ფესვთა სისტემას ეხმარება, გოგირდი აუცილებელია ცილების სინთეზისთვის და აზოტის ფიქსაციისთვის, ხოლო მაგნიუმი ფოტოსინთეზისთვის აუცილებელი ელემენტია. ასევე აღსანიშნავია, რომ კალციუმი და მაგნიუმი არიან ანტაგონისტები და ერთად ძალიან იშვიათად ხდება კომბინირებულ სასუქებში, მაგრამ კომბისულფატში ორივე ხდება სულფატური ფორმით, რაც განაპირობებს კომბისულფატის კიდევ ერთ უპირატესობას. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს ნიადაგის სტაბილიზაციას და მცენარის ფესვების კარგ განვითარებას. შემდეგი შეკითხვა გვაქვს ესეთი, ფერმერი გვწერს პირდაპირ, საზამთრო მომყავს, მირჩევ თუ არა თესვამდე გამოვიყენო კომბისულფატი, ნიტრატებს ხომ არ დამიგროვებს. კომბისულფატის გამოყენება საზამთროს თესვამდე ან გადარგვამდე შესაძლებელია, რადგან ეს სასუქი თავისთავად არ შეიცავს აზოტს, ჩვენ შეგვიძლია რომ ზუსტი რაოდენობა შევიტანოთ შემდგომში უკვე და თავიდან ავირიდოთ ნიტრატების არასასურველი დაგროვება ნაყოფში. შემდეგი შეკითხვა გვაქვს, თუ როდის და როგორ შეიძლება რომ გამოვიყენოთ კომბისულფატი. კომბისულფატის გამოყენება შესაძლებელია ნიადაგიდან. კომბისულფატი არის შედარებით ნელახსნადი სასუქი სხვა სასუქებთან შედარებით, რაც მისი უპირატესობაა, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში მცენარეს მიაწვის ეტაპობრივად ამ კონკრეტულ ელემენტებს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ არ მოხდება ამ ელემენტების ჩარეცვა ნიადაგში. შემდეგი შეკითხვა გვაქვს ესეთი, სალომე, რომელ კულტურებში არის განსაკუთრებით ეფექტური კომბისულფატი? ზოგადად უნივერსალური სასუქია, თუმცა განსაკუთრებით ეფექტურია იმ კულტურებში, რომლებსაც მაღალი მოთხოვნილება აქვს ამ ელემენტებზე და ასევე მძნობიარეები არიან ქლორის მიმართ. რადგან იგი არის ბუნებრივი მინერალური სასუქი, შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობით ქლორს, რაც არ არის ნეგატიური მცენარისთვის და ასევე თავისუფალია ეს სასუქი მძიმე მეტალებისგანაც. შემდეგ შეკითხვას გვისვავს ფერმერი კახეთის რეგიონიდან, რომლის ნიადაგის pH-იც არის 8 და აინტერესებს შესაძლებელია თუ არა კომბისულფატის გამოყენება. კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია კომბისულფატის გამოყენება ასეთ ნიადაგზე, პირიქით მისწრებაც არის კომბისულფატის გამოყენება, რადგან კომბისულფატის შემავალი გოგირდის მაღალი შემცველობა უზრუნველყოფს მცენარისთვის ფესვთან pH-ის შედარებით დაბალანსებას, რაც ხელს შეუწყობს სხვა დაბლოკილი ელემენტების ათვისებას. შემდეგი შეკითხვა არის მეტად საინტერესო. ორგანულ მეურნეობას ვეწევი, შემიძლია თუ არა ამ სასუქის გამოყენება ჩემ მეურნეობაში? რამდენჯერმე უკვე აღვნიშნეთ, თუმცა კიდევ ერთხელ რომ განმეორდეთ და ვთქვათ, დიახ, დაშვებულია ორგანულ მეურნეობაში ამ სასუქის გამოყენება, რადგან არის ბუნებრივი მინერალური სასუქი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც უყენებს ბიოსასუქებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანოები. ბოლო შეკითხვა კი გვაქვს ესეთი, შესაძლებელია თუ არა კომბისულფატის შერევა სხვა სასუქებთან? კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია კომბისულფატის სხვა სასუქებთან, კომპლექსურ და მონოსასუქებთან შერევა, რაც პირიქით უფრო კარგ კომბინაციას მოგცემს ჩვენი ნიადაგის მოთხოვნებიდან გამომდინარე. დღეისთვის შეკითხვები ამოვწურეთ. სხვა დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგწერეთ ჩვენ სოციალურ ქსელში, ჩვენ კი აუცილებლად გიპასუხებთ.